თბილისში გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი მოგახსენებათ არის და იქა გაიმართა მიშველაძე ესენი შეკრება თვითონ გალაქტიონის ძმისშვილი რომელიც მე გარდაგვეცვალა და ისა და იქ არა წამოიჭრა საკითხი და რევაზ მიშველაძე ეუბნება მათ რომ აი ეს კაცი ესეო მაშინ კაცი ბიჭი რა ესეო კარალელია ვიცი თქვენაო და მოდიოდ ამასაო რა დავავალოთ ესეო რა ვის დაუწერა ეს ლექსია როდის დაუწერა და მომწეს დავალება ესეთი ჯემალ ბაშარულმა მეგობრული დავალება კოლეგებისგან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიღო. უნდა გაერკვია თუ ვის დაუწერა გალაქტიონმა ლექსი, გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები. ძიებამ უფრო დიდ ტრაგიკულ ისტორიასთან მიიყვანა, რომელსაც ეს სასახლე ინახავდა. სოფელ კარალეთში მამაშვილი ერისთავების მკვლელობის ისტორია და ამ სახლიდან მათი ოჯახის გამოდევნა. ლექსი კი გალაქტიონმა სწორედ ერისთავების ერთ-ერთ ქალიშვილს მიუძღვნა. ამ ოჯახს პოეტი რამდენჯერმე სტუმრობდა. ეს ქალბატონი იყო მიშა ერისთავის უფროსი ქალიშვილი. 18 წლის იმ დროს 18 წლის ულამაზესი თვალების მქონე და ტანადი, რადგანაც ეს მე დავასკვენ იმით, რომ მივდიოდით მხარდამხარო და დრო გვეუვარესო რა, მხრებით ესე და გალაქტიონი იცით რომ ძალიან ნუსიყო რა, ტანით იმის და ეს ქალბატონის 18 წლისა, აი ესეთი ტანისა და იმისი და გალაქტიონმა ეს ლექსი უკვე დაწერა და მე სიმღერაც ისე და გავხსენა. კითხველმა რომ გაიგოს რას ვლაპარაკობ მე და რატო ამას ვიზა, რატო იმას ეს ლექსი მეთქე რა თავიდან ბოლომდე მომყავ. და აგერ არის, აგერ ხოდა რომ ეს არა ვარ შემთხვევითი ამაზე და თანა მე არა რას ვასაბუთებ იცი რომ აი 1918 წელს კი იყო გალაქტიონი სოფელში და 1918 წელს გაიცნო ეს გუნდი თელიკვირა გაატარა იქა და ერთად დასეირნოდა იმის ამ დროს გალაქტიონს თოლი ხავდა უკვე ხავდა მაგრამ გალაქტიონი იყო ასეთი ჩამაგუნეს რომ ეს ქალბატონი რა სილამაზეც მაინდა-მაინც ხებისგან არ მაგრამ თვალები ჰქონდა რაღაც სასწაულიო და უწევს რა კიდევ შეგვჭა თუ არა მხიარული თვალებიო თუ დრომ გადაუარა დაჩაუქრო ალებიო ესე იგი თვალებმა დააწერი და იმ დროს არ დაუწერია მე რამდენიმე წლის მერე უკან დაბრუნება უყვარდა გალაქტიონსა წასულებისა და კარალეთში მიუწევიათ 1934 წელს კოლმეორნეო მაშინ ერთ-ერთი ბოცვიდავე იყო საქართველოში ჩვენი და კრება ჰქონდათ რა საზეიმო კრება და მოუწევიათ გალაქტიონ და გალაქტიონ რომ ჩამოვიდა რა ეს შენობა ნახა გაპარტახებული ისინი სადღარი არავინ და ამიტომ წერეს რომ ნეტავ ახლა სადახარ ან რომელსა მხარესა იმ გოგოს უწევდა აღარ იცოდა ისიც არ იცოდა რომ დახურეთ ესე მე მადლობა გადამიხადა ვინა პირველ რიგში აი რომ გიცხარით რომ კრებათა ჩატარდა გალაქტიონის ძმისშვილი ესწრებოდა იქა ტაბიძე და იმან დამიზახა მოვიდა ციგნი გამოსცა იმან ადამიანი ეს დიდი ის არის სარკეო რაღაცა და იქ წარწერა გაუკეთა რომ ჯემალ ბაშარულს აი იმ ლექსისო სათაურს იძახეს იქა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეების აი გახსნაო თუ ვის დაუწერაო და მე ამაში მადლობელი თვითონაც არ იცოდი რა ვის დაუწერა და ისე რომ მე არა დიდი ის მარგუნა ქალბატონო შორინ დიდი ის მარგუნა ღმერთმა რომ აი ეს საკითხი ამას წლები შეუწირა თელი ცხოვრება შეუწირა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა აც არ ვიცი სადახარ და რომელ სამხარესა